მადრიდაც ხალხა თითოეულ ქართველთა, თითოეულ ქრისტიანთა, თითოეულ მართლმადიდებელთან. სულიერი სიხარული მოგანიჭოთ უფალმა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს სულიერი სიხარული და წესით ყველა ქრისტიანი, ყველა მართლმადიდებელი აი სულიერი სიხარულით უნდა გადიოდეს, აი სულიერი სიხარულით უნდა გადიოდეს მისთვის ცხოვრების წლები და ცხოვრების წუთები, რადგან პავლე მოციქული გვეუბნება და გვასწავლის, რომ ჩვენ მარადის უნდა გვიხაროთ, მუდამ უნდა ვხაროთ. რას ნიშნავს პავლე მოციქულის ეს სიტყვები? როგორ შეიძლება ადამიანი მუდამ იყოს მხიარული? როგორ შეიძლება ადამიანს მუდამ უხაროდეს? აი გვეუბნება პავლე მოციქული, როგორ და როდესაც ადამიანის გული დაუახლოვდება ქრისტეს, როდესაც ადამიანის გონება დაუახლოვდება ქრისტეს, და როდესაც ადამიანის სული დაუახლოვდება უფალს, მაშინ სული ბედნიერი. აი დღეს არის წმინდა დიდმოწამე მარინეს ხსენება და როდესაც წმინდა მარინეს საწამებდნენ, სასტიკად აწამებდნენ, აი სამგავიანი საწამებელი იარაღები იყო, რომელიც ძალიან მტკივნეული იყო ადამიანს, რომ ჩაარტყამდნენ ამ იარაღს, ესე იგი მთელ ხორცს ჭიჭკნიდა და ეს საშინლად ლურსმები დააჭერეს, საშინლად აწამეს. განაარტყიოდა მარინეს, ტკიოდა, განაარწუხდა ამ ტკივილების გამო, წუხდა რომ ტკიოდა, მაგრამ მასში სიხარული უფრო დიდი იყო და ამ წამების დროს ღმერთს ადიდებდა. წარმოიდგინეთ ახლა რაოდენ დიდი სულიერი სიხარული ჰქონდა წმინდა მარინეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხორცს უჩიჩქნიდნენ, იგი ღმერთს ადიდებდა. რატომ? იმიტომ რომ მან სხეულებრივ ტკივილზე უფრო მაღლა თავისი სულიერი სიხარული აიყვანა. სხეულებრივ ტკივილზე უფრო მაღლა მასში ქრისტე იყო, რადგან მან იცოდა, რომ სხეულებრივი ტკივილი წარმავალია, ამ ქვეყნეული განსაცდელი წარმავალია, ხოლო ქრისტესთან ყოფნა მარადიულია. ამიტომაც მან აი ამ სხეულებრივ ტკივილზე უფრო მეტად აღიმაღლა საკუთარი თავი ქრისტესთან ერთობით და უხაროდა, რომ ღმერთს უნდა შეერთებოდა, სთხოვდა და ლოცულობდა ჯალათს, რომ მალე მოეკვეთათ მისთვის თავი. წარმოიდგინეთ რა გასაოცარია, რომ ევედრები ჯალათს, რომ მალე მოუკვეთოთ და მალე გაჩერდეს შენი სიცოცხლე, ამ ქვეყნიურ სიცოცხლე, რომ ღმერთს შეუერთო. აი რამხელა სიხარული ჰქონდა წმინდა მარინეს. ან აი რომ წაიკითხოთ წმინდა ეგნატი ანტიოქიელის ეპისტოლე, რომელსაც წერს თავის თანამოძმეებს, მეგობრებს, ქრისტიანებს და ევედრება, რომ გთხოვთ, ნუ გამომიხსნით, ნუ ეცდებით ჩემს გამოხსნას და გთხოვთ, რომ მე ღირსი ვარ, მე ველოდები ამ სასჯელს, რომ მე ლომებმა დამგლიჯონ, რომ მე მხეცებმა დამგლიჯონ, წყურია, უნდა რომ მხეცებმა დაგლიჯონ და მეცაც ამატებს უფრო, რომ ნეტავ ისე დამგლიჯონ, ვილოცებ ისე დამგლიჯონ, რომ საერთოდ ჩემი გვამი აღარ იყოს, ჩემი ნაწილი აღარ იყოს, დედამიწაზე რომ არავინ არ დავამძიმო ჩემი სხეულით. აი წარმოიდგინეთ როგორ სწუროდა ქრისტესთან ყოფნა, დგანა არ ტკიოდა იგივე წმინდა ეგნატი ანტიოქიელის, როდესაც ლომები ჭიჭკნდნენ, ტკიოდა, მაგრამ იმ ტკივილს ის ვერ ეხსნოდა, რადგან მასში სულიერი სიხარული უფრო მაღალი იყო. აი წმინდა იაკობ მოციქული გვასწავლის, რომ ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ხარობდეთ, მუდამ ყველაფერი სიხარულით უნდა მივიღოთ. აი წმინდა იაკობი გვასწავლის, რადგან უფალი მრავალ განსაცდელს გვიგზავნის და ამ განსაცდელებით ჩვენში წარმოიშობა მოთმინება. ამიტომ ჩვენ ყველაფერი სიხარულით უნდა მივიღოთ. უნდა გვიხაროთ თითოეული ადამიანის დანახვა, უნდა გვიხაროთ თითოეული წამი და თითოეული წუთი, რადგან ქრისტე სიხარულისთვის მოვიდა ამ ქვეყნად. როდესაც თავარ ანგელოზი გაბრიელი ახარებს მწყემსებს, რას ეუბნება სიხარულის დიდს გამცნებ თქვენ, რომლითაც გაიხარეთ მთელი კაცობრიობა. აი ეს სიხარული დიდი, რომელიც მწყემსებს ამცნო გაბრიელ თავარ ანგელოზმა იყო ქრისტე, რომლითაც მხარობს მთელი კაცობრიობა. თუ ადამიანი თავის გულს გაუხსნის უფალს, თუ ადამიანი თავის გულს გაუხსნის უფალს, მასში შევა სიხარული. ისეთი სიხარული შევა, რომელიც დაუსრულებელი იქნება თავისი მიწიერი ცხოვრების მანძილზე და მოხდება ისე, რომ მიუხედავად ნებისმიერი გაჭირვებისა, მიუხედავად ნებისმიერი განსაცდელისა, მაინც სული იქნება მხიარული. როგორიც მხიარულიც იყო წმინდა მარინეს, როგორც მხიარულიც იყო წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი და სხვა წმინდა მოწამეთა და წმინდა ადამიანთა სული, რადგან ისინი მარადის, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, ყველგან უხარული იყვნენ იმითი, რომ ქრისტე იყო მათთან ერთად. პავლე მოციქული ძალიან ხშირად იმეორებს სიტყვას იხარეთ, ყველავადგეური მარადის იხარეთ და კვლავ იხარეთ. ძალიან ხშირად ხმარობს ამ სიტყვას პავლე მოციქული, ნიშნად იმისა, რომ თითოეული ადამიანმა უნდა გაიხაროს ქრისტესთან, ამიტომ ქრისტემ გაიმარჯვა სიკვდილზე. აი წმინდა ნიკოლოზ ციებს აქვს ესეთი სიტყვები, იხაროდეთ თქვენ უკვე გამარჯვებულ ომში ჩაიდით. რადგან ქრისტემ გაიმარჯვა სიკვდილზე, რადგან ქრისტემ გაიმარჯვა ბოლოდებაზე და ამიტომაც ჩვენ თუ ჩვენი გულის კარს გაუხსნით უფალს, ჩვენ შევძლებთ რომ გავიმარჯვოთ ბოლოდებაზე და ჩვენ სულში დამკვიდრდება მარადიული სიხარული, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. სიხარული ყოფილიყოს ყოველი თქვენგანის თანამგზავრი, თქვენი ცხოვრების თითოეულ წამს და თითოეულ წუთს და ყოველთვის ეცადეთ, რომ როდესაც დაინახავთ ადამიანს, რითიც შეგიძლიათ გაახაროთ ის.
რითიც შეგიძლიათ უკან არასოდეს არ დაიხიოთ, ერთი წამითაც არ დაიხიოთ უკან, თუ კი შეგიძლიათ რომ სხვა ადამიანი გაახაროთ, ადექით და გაახარეთ, დაძლიეთ სიზარმაცე, დაძლიეთ რაღაცა პირადი პატივმოყვარეობა, ყველაფერი გაძლიეთ და თუნდაც იმ ერთი წამისთვის გაახარეთ ის, რადგან ის წამი არის სიხარული, მარადიული იქნება ღვთის სამსჯავროზე თითოეული ჩვენთან განისვის, ხოლო ის წამი, რომელსაც ჩვენ არ ადამიანის არ გახარებას დავუთმოთ, ჩაივლის უქმად ჩვენი ცხოვრებისათვის, ამიტომ ყოველთვის ეცადეთ რომ გაახაროთ სხვა ადამიანი და სიხარული მიანიჭოთ სხვა ადამიანს, რამე თუ სიხარულია მთელი ქრისტიანობა, სიხარულია კაცთა შორის, რამე თუ ჩვენთან არც ქრისტე, ღმერთმა დაგვეცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და არ გინდა ცხოვრება გიმრავლოთ უხალოდ ღმერთმა. ოთხშაბათს